ქართულ მეღვინეობაში ქალები რომ ისეთივე ჩარწყულები არიან როგორც კაცები და ამ ტენდენციას აჩვენებს მათ შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი საოჯახო მეურნეობა დების ღვინის სახით ეს რომელიც ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის გარდა აგროტურიზმისა და გასტროტურიზმის მიმართულებითაც ფართოვდება და სტუმრებს საინტერესო ტურებს სთავაზობს. Ამ ყველაფრის დამსახურებით დების ღვინო აღარ არის მხოლოდ ღვინის მწარმოებელი ბრენდი, არამედ ის არის ამბავი სიხარულზე, შრომასა და გამძლეობაზე. ამბავი ქალებზე, რომლებმაც საკუთარი ძალებით შექმნეს ბრენდი, რომელსაც უკვე იცნობენ, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე. ქალების ნარატივის დღევანდ ეთერში ორ მეღვინეს, დებს, თამთა და ანა აივაზაშვილებს მასპინძლობთ, რომლებიც დების ღვინის ამბებს გაგვიზიარებენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, გოგოებო. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. უპირველესად მინდა რომ დავიწყოთ წლევანდელი შედეგებით. კახეთში არის თქვენი მეღვინეობაც წარმოდგენილი, სადაც უკვე დასრულდა მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი და რა მონაგარი მიითვალა წლევანდელი შედეგებით კომპანიამ. თამთამოდი თქვენგან დავიწყოთ უახლესი შედეგების გაზიარება. კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და პატიჟებისთვის. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან უკვე მეორედ ვართ სტუმრად და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო პროცესად იქცა ეს ყველაფერი. რაც შეეხება წელს და მოსავალს, კი ბატონო, თველი უკვე დასრულებულია. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ხარისხიანი და ბარაქიანი, როგორც იტყვიან, ერთველი და მოსავალი ჰქონდა წელს, რაც განსაკუთრებულად გვახარებს, იმიტომ რომ შევძლებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ღვინის შექმნას ჩვენი მომხმარებლისთვის. უფრო დეტალებში რომ ჩავშალოთ, ბიზნესურად ამ შემთხვევაში შევაფასოთ. მოდი, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი პარამეტრები და ისე გავზომოთ ეფექტიანობა სეზონის. კი ბატონო, ჩვენ ჯამში დაახლოებით 3 ჰექტარს ვფლობთ. მაგალითად კაციტელი დაახლოებით 1.5 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული და ჯამში 22 ტონა ყურძენი დაიკრიფა. საკმაოდ მაღალგრადუსიანი ჩვენთვის ეს არის წარაფის მიკროზონაში გვაქვს ჩვენ ვენახები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული მიკროზონა არის. ჩვენი ყურძნის შაქრიანობა მაგალითად 22-23 გრადუსები იყო, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. კი ბატონო, ანა, მოდი გადავიდეთ ასე ვთქვათ იმ შედეგებზე, რომელიც უკვე დაგროვდა თქვენს ანგარიშს, როგორ გაფართოვდა მათ შორის რაოდენობრივი მაჩვენებლები, გაიზარდა ასევე როგორც ვიცი, ბაზრებით, სადაც ხართ წარმოდგენილი და ამ შედეგების გაზიარება ჩვენთვისაც იქნება ძალიან საინტერესო ჩვენი საქმიანი მაყურებლისთვის ცხადია. კი ბატონო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ როგორც ადგილობრივ ბაზარზე გვიცნობენ, უკვე ასევე საერთაშორისო ბაზრებზეც გავდივართ. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს მომხმარებელს უკვე ბევრ ლოკაციაზე შეუძლიათ, რომ დააგემოვნონ ჩვენი ღვინოები და რა თქმა უნდა ონლაინ გაყიდვების ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით ეს გრძელდება და საერთაშორისო ბაზრების შემთხვევაშიც უკვე გაიზარდა რაოდენობრივად, თავიდან როგორც ყველა ბაზრის შემთხვევაში სატესტო პალეტები გადიოდა და აკვირდებოდნენ, როგორ მიიღებდა მათი ბაზარი ჩვენს ღვინოს და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგი შედეგები დაგროვდა, ბუნებრივია რაოდენობა ჩვენი გატანილი ღვინოების, ესეც დღითიდღე იზრდება. ეხლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება რამოდენიმე ბაზართან და ვნახოთ მათთან რა შედეგებით დავასრულებთ მოლაპარაკებას. ძალიან წარმატებით. ყოველი შემთხვევაში ძალიან დიდი ინტერესი არის და ჩვენი მხრიდანაც არის მზაობა, რომ ავიცოთ ახალი ბაზრები. კი ბატონო, სანამ ასე ვთქვათ, აი ამ დივერსიფიკაციას ჩავშლიდეთ და მათ შორის განმარტავდეთ იმ ახალ ბაზრებს, რომელიც გაქვთ მოაზრებული, მანამდე არსებული სტატუს კო რას აჩვენებს თქვენი სამიზნე ბაზრების თვალსაზრისით, სად გაქვთ უკვე მყარად პოზიცია და სად დგამთ ასე ვთქვათ პირველ ნაბიჯებს? მყარი პოზიცია მაინც საქართველოს მასშტაბით გვაქვს და ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა, ხო, მაინც ნომერი პირველია. რა თქმა უნდა, თუნდაც ახლა ღვინის ფესტივალებზე რო ვთქვათ, ჩვენი მომხმარებელი, როდესაც მოდის და აი ფაქტურად გვეძებენ, ხო? ღვინის ფესტივალებზე ჩვენთვის ისეთი სტიმული არის და ისეთ იმხელა სიყვარულს ვგრძნობთ, რომ აი ეს
ფაქტიურად გვაძლევს ძალას იმისთვის, რომ კიდევ ბევრი იწერება კიდევ სოციალურ ქსელებში, ხომ იქნებით, იმიტომ რომ უნდა ეს არის რაღაცა საოცარი ემოცია, კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნო. ადგილობრივი ბაზარი, იმიტომ რომ ძალიან გვინდა, რომ ჩვენს ადგილობრივ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ფასი ჰქონდეს პრემიუმ ხარისხის ვილდოებს. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, ეს არის ნორვეგია, შვედეთი, რომელიც საკმაოდ რთულად შეღწევადი ბაზრებია, მაგრამ ამისთვის ძალიან აქტიურად ვშრომობ. ხო, იცი რა არის, აქვე დავაზუსტოთ, მოდი სკანდინავიური ბიუროკრატია ძალიან კარგად ვიცით ყველამ განსაკუთრებით ღვინის თვალსაზრისით რა გამოწვევებს უკავშირდება ეს პროცესი. თქვენ შემთხვევაში როგორ დაიძლია ეს მათ შორის სანდო პარტნიორის მოძიებით და შემდეგ პროცესები უფრო გამარტივდა, თუ ასე ვთქვათ რა მექანიზმი გამოიყენეთ იქ თავის დასამკვიდრებლად? ჩვენ გავიცანით შვედი და ნორვეგიელი ექსპორტიორები, გვქონდა მიწვევა შვედეთში, სადაც წარმოადგენთ საქართველოს. მართლა ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო ჩვენთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი გაგვეტანა ამ ბაზრებზე. და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე რთულად შეღწევათ ბაზრებში საქართველოს და მათ შორის ჩვენი ღვინო დაიმკვიდრებს კიდევ უფრო ფართო და გავას ფართო არეალზე. რა წილი უკავია სკანდინავიას, შვედეთს, ნორვეგიას ჯამურ გაყიდვებში და ზოგადად რამდენად სტაბილური, რამდენად მაღალმსყიდველუნარიანი და ზრდადი ბაზრებია თქვენ შემთხვევაში? რას ასახავს რიცხვები დინამიკაში? ჯამურ გაყიდვებში მაინც შვედეთი, ნორვეგია ჯერ სატესტო რეჟიმი არის ჩვენთვის კი გავიდა რაღაც პარტია და იყო გაყიდვები, მაგრამ მაინც სატესტო რეჟიმი ეს ყველაფერი შესაბამისად ამ კუთხით დაბალი, ჯერ პროცენტულად დაბალი არის გაყიდვები ამ ქვეყნებზე. რამდენი დაახლოებით? და როდის შეხვედით, ესეც საინტერესოა, რა ვადაში ვითვლით ამ შემთხვევაში ამ მაჩვენებლებს? 6 თვის წინ. კი ბატონო. და რა წილია? 5% აღწევს? 5% კი ბატონო, აი 5% აღწევს. კი ბატონო. და მეღვინეობისთვის როგორ ჩვენ ვართ, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მithumetes როცა შვედეთ ნორვეგიაზე არის საუბარი. სად არის წარმოდგენილი? ეს არის ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობით, ადგილობრივ ქსელებში, სტუმარ მასპინძლობის მიმართულებით? დიახ, ადგილობრივ ქსელებში, ამ ეტაპზე ადგილობრივ ქსელებში, ადგილობრივ რესტორნებში თვითონ პარტნიორები, სადაც მოახერხებენ იმას, რომ ჩვენი ღვინით პოვონ დაინტერესება. თან რაც მთავარი არის, ეს მაინც მცირე პერიოდზე არის საუბარი, 6 თვე, მაინც ძალიან პატარა დრო არის და არ შეგვიძლია რომ სცნეროთ ვთქვათ, რომ ამ 6 თვის განმავლობაში 5% ცოტა იყო თუ ბევრი იყო. მაინც ახლა მიმდინარეობს დაკვირვება, ათვისება, ასე ვთქვათ, წარდგენა ჩვენი ღვინის იქაურ ბაზარზე და გვაქვს მოლოდინი იმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა, იმიტომ რომ თავად ეს პარტნიორები, რომლებთანაც უკვე თანამშრომლობთ, ამის ძალიან დიდ საფუძველს იძლევიან. ევროპული ბაზრის ჭრილში მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე შეგვიძლია საუბარი, თუ მათ შორის კიდევ უფრო მეტი ბაზარი ერთიანდება თქვენ საექსპორტო პორტფელში? წინა წელსაც გავაჟღერეთ, საუბარი იყო კანადაზე, კანადაშიც გავიტანეთ. არა, ევროპული ბაზარი ვიგულისხმე ამ შემთხვევაში და მე გადავიდეთ უკვე ოკეანის მიღმა. ევროპაში მხოლოდ ორ ქვეყანაში ხართ წარმოდგენილი, ხო? მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში ვარ წარმოდგენილები, კი ბატონო, ჯერჯერობით ეს. კანადაში ისევ იმყარებთ პოზიციას თუ ესეც ცვალებადია ეს ბაზარი თქვენთვის? კანადაც, მოდი ესე ვიტყვი, საკმაოდ რთულად შეღწევადი ბაზარია, მაგრამ ჩვენთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო ჩვენთვის, არამედ ქართული ღვინისთვის და აქაც საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს ჩვენს ღვინოს და იქაც უკვე პალეტი გაგზავნილია და იქაც ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმია. აი მთელი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი საკმაოდ გრძელვადიანია კი და დიდი მოლაპარაკება გვიწევს და დროში გაწელილი პროცესია ეს ყველაფერი. კი ბატონო, აი რაღაცნაირად რო ჩავხედოთ ბოლო საექსპორტო მონაცემებს, ბოლო ორი კვარტალია პრინციპში ვხედავთ დაღმავალ დინამიკას საექსპორტო მოცულობების და შესაბამისად
ღირებულებითი თვალსაზრისით ბოლო მონაცემები როგორც მახსოვს დაახლოებით 16%-იანი იკლება ექსპორტის და ამ შემთხვევაში მე ვესაუბრე რამდენიმე კვირის წინ მეღვინეებს და აღნიშნავდნენ რომ იგივე ევროპული ბაზრის შემთხვევაში რომ იყო ასე ვთქვათ ევროპაში დარჩენილი არის ინტერესი შენარჩუნებული ქართული ღვინისადმი, მაგრამ ეს ინტერესი არ ითარგმნება მოთხოვნაში და შესაბამისად არ ზრდის გაყიდვებს. აი თქვენც თუ შეგიძლიათ რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ ამ თემაზე ისაუბროთ თქვენი გამოცდილებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მიზეზების განმარტებისას აღნიშნავდნენ მათ შორის მსხვილი მწარმოებლებიც რომ ევროპაში იმდენად გაიზარდა კონკურენცია რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგ რომ შიდა კონკურენციის გაღრმავების ფონზე აღარ არის ქართული ღვინო იმდენად მოთხოვნადი, რამდენადაც შესაძლოა იყოს წლების წინ ყოფილიყო, როდესაც რაღაცა ქვევრის ღვინის ბუმი იყო თუნდაც. აი თქვენ თუ შეამჩნევთ ამ ტენდენციას, თამთა თქვენგან დავიწყოთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, როცა მსხვილი კომპანიები კიდევ უფრო კარგად ხედავენ ამ ყველაფერს და წარმოიდგინეთ, როცა მსხვილი კომპანია დგება ამ გამოწვევის წინაშე, ჩვენ მეწარმეებს კიდევ უფრო მეტად გვიჭირს, ასე ვთქვათ, და ეს სამწუხარო რეალობაა. იყო დაინტერესება იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის ბაზრებზე, საფრანგეთის, კი ბატონო, და აღარ გავაჟღერეს ყველაფერი, იმიტომ რომ კვლავ გაგზავნილი არის ამ ქვეყნებში, რაც უკვე ჩამოთვალეთ ჩვენი ღვინოები, ძალიან მაღალი დაინტერესება არის და მიუხედავად იმისა, რომ ქვევრის ღვინო აბსოლუტურად უნიკალურია თავისი გემოვნური თუ ხარისხობრივი თვისებებით, ჩვენ მაინც ჯერ კიდევ გვიწევს და საქართველოს კიდევ უწევს იმის მტკიცება, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად ხარისხიანი ღვინის წარმოებლები და ჩვენი პროდუქცია იმსახურებს მოწინავე პოზიციების დაკავებას თუნდაც ევროპის მასშტაბით. სამწუხაროდ კი კლება შეინიშნება ნამდვილად და ექსპორტის ბაზრები და ექსპორტზე გასვლა კიდევ უფრო მეტად არის გართულებული. ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო საკმაოდ დაბალი საექსპორტო ფასები აქვს, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება და თუნდაც პოლონეთის ბაზარზეც იყო საუბარი, იმდენად დაბალი იყო ფასი და შემოთავაზება, რომ უბრალოდ აღარ გვიღირდა ფაქტურად მათთან ურთიერთობის და თანამშრომლობის გაგრძელება. რა ფასზე საუბრობთ და რამდენად სხვაობაა თუნდაც იგივე სკანდინავიასთან შედარებით, რომელიც ისედაც ვიცით, რომ მაღალმწკიდველუნარიანი ბაზარია და ბატონო, ძალიან შეიძლება სასაცილო ჭერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იყო ზოგადი მონაცემები, თავად პოლონეთმა გაგვაცნო ფასები ჩვენ და კიდევ რამდენიმე საოჯახო მეღვინეობას და ფასები თქვენ წარმოიდგინეთ და იწყებოდა $1-დან. ანუ ეს სასაცილო ფასიც კი არის, მინდა გითხრათ. და ფაქტიურად $4-ზე იყო საუბარი იმაზე, რომ ეს საკმაოდ კარგი ფასია. კი ბატონო, და დრო აღარ გვაქვს, ანა, მინდა რომ მოკლედ შევაჯამოთ და ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, მიზეზები განვარტოთ და რა სჭირდება ქართულ ღვინოს იმისთვის, რომ მათ შორის გლობალურ რუკაზეც ეს ჩვენი რაღაცა კულტურული ღირებულება ითარგმნოს ეკონომიკურშიც. ასე. ხელი უნდა შეეწყოს კიდევ უფრო მეტად, რომ პოპულარობა მოიპოვოს ჩვენმა ღვინოებმა მსოფლიოს მასშტაბით. ღვინის ეროვნული სააგენტო ამას ხშირად აკეთებს და ამის ძალიან დიდი მადლიერები ვართ. ხშირად იგზავნება შეტყობინება, რომ უნდა იყოს, ვთქვათ, დეგუსტაცია სხვადასხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს მაინც იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული, რომ მცირე მარნების წარმომადგენლებს გვიჭირს მონაწილეობის მიღება. ხშირ შემთხვევაში არის მხოლოდ საპრეზენტაციო მაგიდის საფასური დაფარული. სხვა დანარჩენი, რაც შეიძლება 3000, 4000, 5000 ევრომდე ადიოდეს, უწევს, რომ დაფაროს მცირე მარანმა, რაც აი ფაქტურად წარმოუდგენელია, რომ მცირე მარანმა შეძლოს ასეთი ხარჯების გარკვევა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ასეთ საინტერესო აქცენტებისთვის და მე წარმატებას გისურვებთ თქვენ და თქვენს მეღვინეობას და იმედი მაქვს, რომ ის გამოწვევები, რომელზეც თქვენ დღეს საუბრობდით, მივა ადრესატამდე და შესაბამისი რეაგირებაც იქნება.
ამ ყველაფერზე პირველი არ ხართ ვინც ამ გამოწვევებს ზესაუბრობს და შესაბამისად ძალიან ველოდებით ჩვენც რომ რაღაცნაირად სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის ამ თემაზე იყოს მეტი კოორდინაცია, მეტი კომუნიკაცია და ერთობლივად მიიღოთ ის შედეგები, რომელიც თქვენთვის, ბიზნესისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თამთა და ანა აივაზიშვილები, დების ღვინოს დამფუძნებლები იყვნენ ახლა ჩვენი გადაცემის სტუმრები.